მოგესალმებით შუადღე მშვიდობის ჩემო ძვირფასებო 2:09 და ტრადიციულად დაიწყო შუადღე ერთსულოვნებაზე ია ბედოიძე და მე ირაკლი ალფაიძე ზადვართ რომ საათნახევრის მანძილზე შუადღე მშვიდობის ყოველს მოგესალმებით მშვიდობიანი და წარმატებული დღე მინდა გისურვოთ ძალიან საინტერესო თემით ვიწყებთ შუადღეს როგორც ვიცით მთელს მსოფლიოში საშვილოსნოს ყელის კიბოს შემდეგ საშვილოსნოს ყელის კიბო, უბრალოდ ძუძის კიბოს შემდეგ არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება და სიკვდილობის მაჩვენებლის კუთხითაც საკმაოდ მაღალია ამ კუთხის სიკვდილობის მაჩვენებელი. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ, რა პროგრამებია დაგეგმილი ჩვენს ქვეყანაში 2015 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგთან დაკავშირებით. ჩვენი სტუმრები პროფესორად გვესაუბრებიან, მე მინდა წარვადგინო უკვე ირაკლი ჩვენი სტუმრები. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ქალბატონი ლელა ბაქრაძე, მოგესალმებით ქალბატონი ლელა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ქალბატონი ლელა სტურვა. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ვთქვით, რომ საკმაოდ ისეთი მაღალია მაჩვენებელი მთელს მსოფლიოში და მათ შორის არის მოწინავე ადგილზე ჩვენი ქვეყანაც. რას ვაკეთებთ ამ წელს 2015 წელს შეიძლება? ზოგადად საშვილოსნოს ყელის კიბო მეორე ადგილზეა როგორც ავადობის, ასევე სიკვდილობის მიხედვით ონკოლოგიურ პათოლოგიათა შორის. საქართველოში 2008 წლიდან თბილისში, ხოლო 2011 წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება სკრინინგ პროგრამა, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს სკრინინგს, მათ შორის საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს. განსხვავებული 2015 წელს, რაც იქნება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგთან დაკავშირებით, ეს არის ორგანიზებული სკრინინგი, რომელიც პილოტურად ჩატარდება და რომლის შესახებაც ქალბატონი ლელა ბაქრაძე უფრო დაწვრილებით მოგვახსენებს დარწმუნებული ვარ. დიდი მადლობა ქალბატონი, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და დიდი მადლობა რომ თქვენ დროს უთმობთ ამ საკითხს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ რომ რაც უფრო მეტი ასე ვთქვათ გაშუქება ექნება და ასე ვთქვათ მეტი ინფორმაციის მიწოდება ამ საკითხს, მით უფრო მეტად გაიზრდება გაცნობიერება ჩვენს მოსახლეობაში და განსაკუთრებით ქალებს შორის იმის შესახებ თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია სკრინინგის პროგრამაში ჩართვას, ვინაიდან ეს არის ძალიან ეფექტური საშუალება საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევაში იმისათვის რომ პრევენცია მოვახდეთ, თავიდან ავიცილოთ დაავადება და ადრეული გამოვლენის შემთხვევაში სრულ განკურნებასაც მივახციოთ. ქალბატონმა ლელამ როგორც ბრძანა წელს სკრინინგის პროგრამა, რომელიც რამოდენიმე წელია მიმდინარეობს ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობით, განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ანუ იმისათვის რომ გაიზარდოს სამი ასაკობრივი ჯგუფის ქალების მოცვა სკრინინგის პროგრამით და კიდევ უფრო გაიზარდოს ამ პროგრამის ეფექტურობა, რათა ეს კიდევ უფრო მეტად დაეტყოს ჩვენი ავადობის და სიკვდილობის მაჩვენებლებს, შემცირდეს ისინი მნიშვნელოვნად. ამისათვის სკრინინგის პროგრამა გადადის ეგრეთ წოდებულ ორგანიზებულ მოდელზე. და ეს გულისხმობს იმას, რომ თუ აქამდე სკრინინგი იყო ეგრეთ წოდებული ოპორტუნისტური, ანუ სახელმწიფო ქმნიდა პროგრამას, სერვისს თავაზობდა მოსახლეობას და მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ინფორმაციის გავრცელებით და გაცნობიერების ამაღლებით მეტი ქალი მოეზიდა პროგრამაში. და ეს უშუალოდ თვითონ ქალის გაცნობიერებაზე, მის განათლების დონეზე, ბევრ რაღაცაზე იყო დამოკიდებული, ის წავიდოდა თუ არა სკრინინგში ჩასართავად. ეს მოდელი გულისხმობს აქტიურად მუშაობას სამიზნე მოსახლეობის და რა გაკეთდება ქალბატონო? გაკეთდება ის, რომ პირველადი ჯანდაცვის დონე მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთვება სკრინინგში. ანუ ფაქტიურად ოჯახის ექიმი, სოფლის ექიმი გახდება ის ძირითადი მამოძრავებელი, ასე ვთქვათ, ხერხემალი ამ პროგრამის, რომელიც აქტიურად იმუშავებს თავისუფალზე სამიზნე მოსახლეობის, სამიზნე ასაკობრივი ჯგუფის ქალებთან, მიაწოდებს, ანუ კონსულტირებას გაუწევს, არა მხოლოდ ინფორმაციას მიაწოდებს, არამედ კონსულტირებას გაუწევს მათ და მიმართავს სკრინინგში. 2008 წლიდან არის ამოქმედებული, 2008 წლის შემდეგ არის გასული უკვე 6 წელი. ამ 6 წლის მანძილზე არ აქვს ინფორმაცია, მე ვიტყოდი, დიდ ნაწილს მოსახლეობის და შეგნება, ანუ და ეს ინფორმაცია აქვს, უბრალოდ არ აქვს დამოკიდებულება არ არის. მე გეტყვი რომ არც ინფორმაცია არ აქვს, რომ სახელმწიფოს აქვს ესეთი სკრინინგ ცენტრი, რომელიც უფასოდ უზრუნველყოფს ნადრევად გამოავლინა დაავადება და შემდეგ უკვე აი დაავადების შეჩერება და ესე იგი განკურნება მოხდეს და აი ამის შესახებ თქვა აი 2015 წელს ეს განსაკუთრებით დაიწყო გამახვილება ყურადღების ინფორმირებული იყვნენ სამიზნე ჯგუფი. ვინ არიან ეს სამიზნე ჯგუფი და გარდა ექიმებისა, რომლებიც გაავრცელებენ აი ინფორმაციას კიდე რაიმე
სამიზნე ჯგუფი არის 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალი. და ექიმებს მე ამაზე ვსაუბრობდი, რომ მათ არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება ევალებათ, მათ ევალებათ სკრინინგის პროგრამის აქტიური მართვა. ანუ პირველად ჯანდაცვის ექიმი გახდება ის ხერხემალი, რომელმაც უნდა გამოავლინოს, კონსულტირება გაუწიოს ქალებს, მიმართოს სკრინინგ ცენტრში და ამის შემდეგაც მართოს თითოეული შემთხვევა იმის და მიხედვით თუ რა იქნება სკრინინგის შედეგი. აი ეს არის უზარმაზარი განსხვავება ამ ორ მოდელს შორის, როდესაც სკრინინგის სერვისი თავისთავად არსებობს, სკრინინგის მოდელი და ასე ვთქვათ, ქალებზეა დამოკიდებული ისინი ჩაერთვებიან თუ არა და მეორე მოდელი, როდესაც აქტიურად მიდის მუშაობა ასაკობრივი ჯგუფის ქალებთან თითოეულ უბანზე, პირველადი ჯანდაცვის დონეზე, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს მოსახლეობის ჩართვა. ეს არის დიდი განსხვავება მდგომაში. ამას ქვია ორგანიზებული სკრინინგის მეთოდი, რომელიც წელს გაეშვა უბრალოდ დეკემბრის ბოლოს გაეშვა გურჯაანში პილოტურად და მოხდება ასე ვთქვათ შეფასება პილოტური მოდელის, დაიხვეწება კიდევ უფრო ეს მოდელი და გაკეთდება რეკომენდაციები, როგორი სახით უნდა დაინერგოს ის მთელ ქვეყანაში. იგივე გაკეთდება თბილისის მასშტაბითაც. აი ეს არის კონკრეტულად ვთქვათ, როდესაც ადამიანი მოვა სკრინინგ ცენტრში, აი რა ჩაუტარდება მას. აი ეს გამოკვლევები, რომლებიც შემდეგ აუცილებელი არის, ხო, დიაგნოზის დასასრულად, ეს ყველაფერი უფასო არის მოსახლეობისთვის და სად უნდა მოვიდნენ, ვიცით რომ ჩვენ ყველა პოლიკლინიკაში არ არის ეს სკრინინგ ცენტრი. ყველა პოლიკლინიკაში არ არის, თქვენ ახსენეთ ერთი სკრინინგ ცენტრი, ამ თვითონ ერთი სკრინინგ ცენტრი აქვს ბევრი თანა ფილიალები, ასე ვთქვათ, მთელ საქართველოში გვაქვს მოცვა. ინფორმაცია ზუსტად თუ რომელ რაიონულ ცენტრში თუ თბილისის რომელ უბანში არსებობს ესეთი ცენტრი და სად შეიძლება მოსახლეობა მიაკითხოს, ამის შესახებ ინფორმაციას ცხელ ხაზზე შეუძლიათ გაიგონ, ეს არის 2-20-35-35, ეს არის ეროვნული სკრინინგ ცენტრის ცხელი ხაზი. გარდა ამისა, მათ ვებგვერდზე შეიძლება შევძანდეთ და ნახოთ ინფორმაცია და ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზეც არის ინფორმაცია თუ რომელ დაწესებულებაში რა ტიპის სერვისების მიღება შეუძლიათ ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით ქალბატონებს. ეს მოიცავს არა მხოლოდ საშვილოსნოს ყელის კიბოსკრინინგს, ეს არის ზუზუს კიბოსკრინინგი, კოლორექტული კიბოსკრინინგი, ამ ეტაპზე პროსტატის კიბოსკრინინგი, თუმცა ყველა ექსპერტი, რომელიც ჩვენთან ჩამოდის და ასევე შორიდან გვაძლევს რეკომენდაციებს. პროცედურების კუთხით რა არის უფასო? კიდევ ერთხელ დავაკონკრეტოთ თუ შეიძლება კაცო. სკრინინგი კიბოს, საშვილოსნოს ყელის, ზუზუს, კოლორექტული კიბოს და პროსტატის კიბოს სკრინინგი არის უფასო. აი სხვა ანალიზი თუ დაჭირდება თუნდაც გამოკვლევის დროს? თუნდაც გამოკვლევის დროს, როგორც იცით, საყოველთაო ჯანდაცვის პირობებში სხვადასხვა გამოკვლევა და შემდეგ უკვე მკურნალობა გარკვეული მასშტაბით არის უფასო. დაახლოებით 80% თანაგადახდით 12,000-მდე. მოდით უფრო კონკრეტულად რომ აუხსნათ მოსახლეობას, ადამიანს აქვს სურვილი რომ მოვიდეს გამოკვლევაზე და მოდით აუხსნათ ეს პროცედურა. მოგზავნოთ თქვენთან შემდეგ რა. ჩვენთან არ მოგზავნდა, მიგზავნდა დაწესებულებაში, სადაც ტარდება სკრინინგი, მას საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევაში აუღებენ ნაცხს, აპტესტი ჩატარდება, საჭიროების შემთხვევაში ტარდება კოლპოსკოპია და აქვს, ასე ვთქვათ, სკრინინგ ტესტი, სკრინინგის პასუხი, რომელსაც საიდანაც შემდეგ მოხდება რეფერალი, ან ქალბატონი წაგზავნება სახლში რეკომენდაციით, რომ ერთი წლის განმავლობაში შეგიძლიათ ამ საკითხზე საერთოდ არ დაფიქრდეთ, ან გაუკეთდება ან 3 წლის მანძილზე და ან გაუკეთდება რეფერალი, ვთქვათ, სხვადასხვა ონკოლოგიურ დაწესებულებაში. შემდგომი ჩახმარებული გამოკვლევები. მე მგონი მნიშვნელოვანია ლელა ისიც დავამატოთ ალბათ, რომ კიბოსწინარე დაავადებების მკურნალობა შედის სკრინინგის პროგრამაში. ეს არის ძალიან მარტივი ამბულატორიული პროცედურა და ამით არის კიდევ ძალიან ეფექტური საშვილოსნოს ყელის კიბოსკრინინგი, ვინაიდან ის ავლენს კიბოსწინარე პათოლოგიებს, რომლის ძალიან მარტივი მკურნალობითაც მთლიანად იხსნება კიბოს განვითარების რისკი, ასე რომ კიბოსწინარე დაავადებების მკურნალობაც ნაწილია სკრინინგის პროგრამის. დიახ. და ამის შემდეგ, როდესაც დაწესებულებაში მივა ადამიანი და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, როდესაც უკვე გადამისამართება მოხდება იგივე ანალიზების ასაღებად,
ამის შემდეგ უკვე საკუთარი ჯიბით აფინანსებს ამას თუ რა თქმა უნდა საყოველთაო დაზღვევაში არ შედის ის მომსახურება რაც დაჭირდება ეს მომსახურება რაც არ შედის საყოველთაო ჯანდაცვაში რა თქმა უნდა აფინანსებს საკუთარი ჯიბით თუმცა ძალიან დიდი მოცულობა მომსახურებისა დაფარულია საყოველთაო ანუ დიაგნოზი ადამიანის პროფილაქტიკის მიზნით თუნდაც მოვიდა არის აბსოლუტურად უფასო ხო რა თქმა უნდა სკრინინგის პროგრამა ის დრამატიკულად კონტროლება თუ არსებობს ის რაღაც ბოლო პერიოდის გარკვეული სტატისტიკა თუნდაც ნაადრევი გამოვლენის კუთხით თუნდაც ბოლო სტადიაში გამოვლენის კუთხით აი რა მდგომარეობა გვაქვს ჩვენს ქვეყანაში საერთოდ ქალწულს გამეთანხმება ალბათ რომ ჩვენს ქვეყანაში ბოლო 20 წლის მანძილზე იყო განსაკუთრებით დიდი პრობლემა ონკოლოგიურ პათოლოგიაში არის ის რომ დაავადებების გამოვლენის უდიდესი წილი ხდება მაღალი ბოლო სტადიებზე მესამე და მეოთხე სტადიაზე როდესაც მკურნალობა ფაქტიურად ძალიან დაბალი შედეგის მომტანია სწორედ ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ძირითადი მიზანი კიბოს კონტროლის თვალსაზრისით და ეს არის ზუსტად მიზანი ეროვნული კიბოს კონტროლის სტრატეგიის და კიბოს პრევენციის და სკრინინგის სტრატეგიის რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრთან ერთად შემუშავდა რომ შეამციროს კიბოთი გამოწვეული ასე ვთქვათ ავადობა და სიკვდილობა ტვირთი ამ დაავადების ტვირთი იმით რომ მოხდება პრევენცია ადრეულ ეტაპზე გამოვლენა რათა მკურნალობა გახდეს ეფექტური სწორედ ეს არის სკრინინგის პროგრამის მიზანი რომ რაც შეიძლება მეტი მოსახლეობის მოწვით შეძლოს სახელმწიფომ დახმარების თვალსაზრისით რომ კიბოს გამოვლენა გახდება შესაძლებელი რაც შეიძლება ადრეულ სტადიაზე რათა მკურნალობა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და თავისთავად საშუალო ნუსხელის კიბოს შემთხვევაში პრევენცია როგორც გითხარით კიბოს წინარე დაავადების გამოვლენა მისი მკურნალობა ეს არის გადარჩენილი სიცოცხლე და ასეთი არის ასობით შედარება რომ გავაკეთოთ სხვა ქვეყნებთან მაგალითად თუნდაც რეგიონში რა მდგომარეობა არის ამ კუთხით მინდა გითხრათ რომ საქართველო არის პიონერი იმ თვალსაზრისით რომ 2008 წელს დაინერგა პირველად გაეშვა საშუალოსნოს და ძუძუსყელის კიბოს კლინიკური პროგრამა თბილისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით და ეს პროგრამა იმდენად ასე ვთქვათ წარმატებული და იმდენად ასე ვთქვათ თვალსაჩინო აღმოჩნდა რომ 2009 წელს მან დაიმსახურა სპეციალური ასე ვთქვათ ჯილდო და აღიარება ევროპის საშუალოსნოს კიბოს ასოციაციისაგან ევროპარლამენტში გამართულ სპეციალურ სამიტზე და 2011 წელს აი ამ ასე შედეგების ჩვენებით საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა რომ ის სრულად რეპლიკაცია გაეკეთებინა საქართველოს ყველა რეგიონში. ასე რომ დღეს სკრინინგის პროგრამა ფინანსირდება ორი წყაროთი. ერთი თბილისის მოსახლეობისთვის ის ფინანსდება თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით, ხოლო ფედერალური ბიუჯეტით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით და ეროვნული დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ასე ვთქვათ გავლით და მათი მენეჯმენტით საქართველოს ყველა რეგიონში. ქალწულმა რამდენიც გაიზარდა ბოლო პერიოდში ეს მომართვიანობა საინტერესოა თუ უფრო გაიზარდა ცნობიერება ამ კუთხით და თუ ხვდებიან რომ კეთესია ნაადრევად გამოვლინდეს თუ რაიმე პრობლემა, იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვით ნაადრევის გამოვლენა ნიშნავს სრულ გამოჯანმრთელებას. პირველ და მეორე სტადიაზე გამოვლენის მაჩვენებელი ნამდვილად გაუმჯობესდა, თუმცა მაინც 2014 წლის მონაცემებით 58%-ია მესამე-მეოთხე სტადიაზე გამოვლენის წილი, მაგრამ ეს გაცილებით უარესი მაჩვენებელი ჰქონდა, ვიდრე წელს გვაქვს. ანუ მდგომარეობა უმჯობესდება. სამწუხაროდ სკრინინგის მოცვის მაჩვენებელი 2012-13 წლებში უფრო მაღალი ჰქონდა საშუალო ნუსხელის კიბომაგრ მხედველობაში, 2014 წელსში არის შედარებით ნაკლები, რასაც გარკვეული ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები აქვს. რაც მთავარია, რაც უფრო მეტი გადაცემა მიეძღვნება ამ პრობლემას, რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუდმივად ცდილობს მაქსიმალურად გააშუქოს ის პროგრამები, რასაც სახელმწიფო ახორციელებს ჩვენი ცენტრის გავლით. ცდილობთ აღვნიშნოთ ყველა კვირეული და ყველა დღე, რომელიც ამ დაავადებას უკავშირდება. არსებობს არანაირი სიმბოლურია ქალწულნებო, გაცოდინეთ რომ ხვალ არის კიბოს საერთაშორისო დღე. ასევე საინტერესოა ძუძუს კიბოსთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ღონისძიება ჩადა მსმენია არაერთში მეც მიმიღია მონაწილეობა და არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებში.
და თუ მე მინდა კითხოთ, თუ ხდება მაგალითად როდესაც პაციენტი მომართვენობით მიდის კლინიკ ცენტრში, ძუძუს კიბოს და საშუალო კიბოს, ანუ ერთობლივი გამოკვლევა, რომ აი ასაკობრივ ჯგუფში თუ ხდება, ერთობლივად ხდება გამოკვლევა ერთ შენობაში ხორციელდება ეს რა თქმა უნდა ხდება. ძალიან მიხარია რომ აღნიშნეთ ხვალინდელი დღე, ყოველდღიურ მსოფლიო დღეა, რომლის დევიზია ჩვენ ძალგვიც, ჩვენ შეგვიძლია, ასე თქვა და რა შეგვიძლია, ჩვენ შეგვიძლია პრევენცია, ჩვენ შეგვიძლია კიბოს წინარე მდგომარეობების განკურნება, როგორც ქალბატონმა ლელამ თქვა, ბევრი რამე შეგვიძლია თუ ერთად ვიქნებით, თუ მაქსიმალურად ინფორმაციას მივაგდებით მოსახლეობას, სამიზნე პოპულაციას, ჩვენ კიბოს დავამარცხებთ ნამდვილად. არ ვებრძვით. თავარი არის ნამდვილად ინფორმირება ადამიანებს და დამოკიდებულების შეცვლა. იმიტომ რომ ერთი როდესაც ინფორმაცია გაქვს, მაგრამ მეორეა შენ როგორი დამოკიდებულება. საერთოდ დაჩვენი დამოკიდებულება პრევენციული მედიცინისადმი, მე საზოგადოდ მოსახლეობაზე ვსაუბრობ, ეს ძალიან რთული ფენომენია. საქართველოს არ არის ალბათ გამონაკლისი. იცით, აი ეს დამოკიდებულების ჩამოყალიბება ჩვენი ჯანმრთელობის მიმართ, რომ ჩვენ როდესაც არაფერი არ გვაწუხებს, მაშინ უნდა გავიაროთ სამედიცინო შემოწმება. აი ეს დამოკიდებულება ძალიან რთული ჩამოსაყალიბებელია და ამას სჭირდება წლები და ინფორმაციის მიწოდება და გაცნობიერების ამაღლება ამის ერთ-ერთი ნაწილია, რა თქმა უნდა. და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ აი ეს ორგანიზებული სკრინინგი ნამდვილად შეცვლის ამ დამოკიდებულებას და განსაკუთრებით პირველადი ჯანდების, ოჯახის ექიმების და სოფლის ექიმების ჩართვა. ფსიქოლოგიური მომენტს არის ალბათ, როდესაც ქალბატონს ეშინიათ ხოლმე. აბსოლუტურად არის ეს, რა თქმა უნდა. ალბათ კარგი იქნება, რომ ფსიქოლოგებს თუ ჩაერთვებიან სკრინინგ ცენტრში, რომ ქალბატონს ერთგვარ რეაბილიტაცია მოახდინა, რომ თუნდაც დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, როდესაც არის პირველ დასაწყის ეტაპზე, რომ ეს არის გაჩვენა უნდა. ეს აბსოლუტურად ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც თქვენ ბრძანებთ. და სკრინინგ ცენტრში არის სპეციალურად მომზადებული თანამშრომლები, რომლებიც ასეთ კონსულტირებას და გასაუბრებას utaraben ქალბატონებს, ვისაც ეს სჭირდებათ, იმიტომ რომ ყველა ქალბატონს, რომელიც სკრინინგზე მოდის, ალბათ ასეთი გასაუბრება არ სჭირდება, ვისაც ეს დასჭირდება თავისი, ასე ვთქვათ, შედეგიდან გამომდინარე, ეს ნამდვილად უნდა იყოს ხელმისაწვდომი. უმეტესობა მაინც მომზადებელია ხოლმე, რომ შეხვდეს ესეთ რა ძიმე ამ შემთხვევაში განაჩენ შეიძლება ითქვას, რომელიც მართლა მოგვარდეს და ფასიკეთად გადაწყვეტს, თუმცა მომზადებელია. არ არის. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიბო არის სიმპტომები, ეს არის დიაგნოზი, რომელსაც სჭირდება მკურნალობა და რაც უფრო აქტიურად ვიქნებით. ყოველი ინდივიდი, ყოველი ადამიანი, ყოველი ქალი, მამაკაცი, იმიტომ რომ ძირითადი ლოზუნგი, რითაც ჩვენ დავიწყეთ კიბოს კლინიკის პროგრამა არის, ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელთაა. ნებისმიერ დაავადების გამოვლენის შემთხვევაში იგივე თუნდაც გრიპოზული გაცივებაც რომ ავიღოთ, თუ არ ვიმკურნალეთ და პირველი სიმპტომების შემდეგ რა თქმა უნდა მივხედეთ ჩვენთან, შემდეგ რთულდება და ალბათ იგივე არის კიბოს შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა რომ მოგზავნით ჩვენთან და მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ თქვენს ხელიხაძის ნომერი არის 235-35 შეგიძლიათ დარეკოთ ჩვენ ვიფასო თანამაყურებლებო და გაიგოთ უფრო დეტალური ინფორმაცია და აუცილებლად მიმართეთ